საერთო სასამართლოთა სისტემაში საქართველოს უზენაესი სასამართლო მოქმედებს როგორც უმაღლესი ინსტანციის სასამართლო. აღნიშნული გულისხმობს, რომ უზენაესი სასამართლო მინიმუმ თეორიულად ზედამხედველობას უწევს, ამოწმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართალთან შესაბამისობას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საერთო სასამართლოები იერარქიულად ქვემდგომიდან ზემდგომისკენ შემდეგია. რაიონული, საქალაქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო. საერთო სასამართლოთა სისტემაში არსებითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საერთო სასამართლოთა სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. აღნიშნული გამოიხატება შემდეგში: მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების თუ სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოთა სისტემის ფუნქციონირება ინსტიტუციური მოწყობის პარალელურად არსებითად არის დამოკიდებული ინდივიდუალურ მოსამართლეზე, მის მაღალ კვალიფიკაციასა და ემოციურ სიძლიერეზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა აწესებს მისი მიუკერძოებლობის გარანტიებს. ვისაუბროთ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, თუ მას სურს საერთო სასამართლოთა სისტემაში იყოს მოსამართლე. მოქალაქეობისა და ასაკის კრიტერიუმი შემდეგია. მოსამართლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და არანაკლებ 30 წლის. განათლებისა და გამოცდილების წინაპირობა შემდეგია. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება. შებასებითი კრიტერიუმები შემდეგია. მოსამართლეები შეირჩევიან კეთილსინდისიერების და მათი კომპეტენციის მიხედვით. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგია. ამგვარი საკითხები უკვე იკითხება ორგანულ კანონში. გადავიდეთ იმ თემაზე, თუ რომელი ინსტიტუტები იღებენ გადაწყვეტილებას პირის მოსამართლედ დანიშვნაზე. მოსამართლის საერთო სასამართლოთა სისტემაში უზენაესი სასამართლოს გარდა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას, იგი შედგება სულ მცირე 28 მოსამართლისგან, მოსამართლეთა არჩევაში მონაწილეობს ორი ძირითადი აქტორი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი. საინტერესოა, რომელს რა როლი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესებაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მომდევნო ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო სასამართლოთა სისტემის მოსამართლეთა მიუკერძოებლობის გარანტიებს ქმნიან. პირველ რიგში უნდა დასახელდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და ბათილია ყველა აქტი, რომელიც ხვდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მექანიზმად შეიძლება დასახელდეს მოსამართლეთა დანიშვნის უვადობაც. კერძოდ, მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ საპენსიო ასაკამდე. აქვე აღსანიშნავია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ჯერადობის შეზღუდვაც. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა პარლამენტის მიერ. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. არსებით მექანიზმად შეიძლება აღინიშნოს ასევე იმუნიტეტიც. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობას შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ კი იგი არ მისცემს თანხმობას, თავისუფლება შეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მოსამართლის დამოუკიდებლობის გზაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსამართლეთა შეუთავსებლობის საკითხიც. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა პოზიციასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. არსებითია მოსამართლისთვის პარტიის წევრობის აკრძალვის საკითხიც.
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონსტიტუციური გარანტიაც, რომელიც მოსამართლესთან ერთად ვრცელდება მისი ოჯახის წევრებზე. არსებითია, რომ მოსამართლის შიდა გადაადგილებით საფრთხე არ შეექმნას ინდივიდუალური მოსამართლის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა არის გარანტირებული, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ გამწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. არსებითია ყურადღება მიექცეს იმ პროცედურულ მოთხოვნებს, რომელიც საერთო სასამართლოთა სისტემაში სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის საფუძველს ქმნის. კერძოდ, სასამართლო ეფუძნება ღიაობის, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპებს. სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და სასამართლო პროცესები ტარდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო პირს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, მიეჩინება თარჯიმანი.